მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უმცროს კლასელთა გუნდი ატარებს ინტელექტუალურ თამაშს ჭკუის კოლოფი. თამაში სასახლეში მთელი წლის განმავლობაში ტარდება. მასში მონაწილეობას 28 გუნდი იღებს. თითოეული გუნდი ჭკუის კოლოფის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. მოზარდთა აქტივობა საგრძნობლად მაღალია. თითოეული გუნდი საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას კითხვებზე პასუხის გაცემით ცდილობს. საერთო ინტელექტუალური დონე მოზარდებში მაღალია. ამის საფუძველს მიღებული ქულები და შედეგები იძლევა. ეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უმცროს კლასელთა კლუბი ატარებს ინტელექტუალურ თამაშს ჭკუის კოლოფს. სულ ეს თამაში ტარდება მთელი წლის განმავლობაში. თვეში ერთხელ ღებულობს 28 გუნდი მონაწილეობას. ეს გუნდები იბრძვიან ჭკუის კოლოფის ტიტულის მოსაპოვებლად, რომელიც ჩატარდება წლის ბოლოს. მონაწილეები ღელავენ, მაგრამ გამარჯვების იმედი აქვთ. მათი გუნდის სტატუსი სკოლის რეიტინგზე მოქმედებს და მოზარდებმა ეს კარგად იციან. ცდილობენ მაქსიმუმი გააკეთონ და ღირსეული გამარჯვება მოიპოვონ. მე ვარ მეხუთე საჯარო სკოლიდან და უკვე ამ თამაში მესამედ ვიღებ მონაწილეობას. ძალიან მომწონს და ამ თამაში გამოცდილებას გვწევს და ძალიან უკვე საინტერესოა და ძალიან გავერთეთ ამ თამაში. ჩვენ ვართ სასახლის გუნდი გენიოსები, ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ამ ტურნირში მონაწილეობთ და იმედი გვაქვს რომ მოვიგებთ. ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომელსაც წლის ტიტული ჭკუის კოლოფი მიენიჭება.